ნინო გალუსტაშვილის პოლიტიკურ განაჩენს ბუნებრივია საქალაქო სასამართლოს დარბაზშიც, დერეფნებშიც და ეზოშიც მოყვა საპროტესტო შეძახილები. მიუხედავად იმისა, რომ ყველა შეგუებული იყო, რომ სასამართლო ვერ გაბედავდა სამართლიანი გადაწყვეტილების გამოცხადებას, მაინც ძალიან რთული იყო ოჯახის წევრებისთვისაც და თავისუფლებისთვის მებრძოლების, გულშემატკივრებისთვისაც იმ განაჩენის მოსმენა, რომელიც გამოაცხადა ნინო გალუსტაშვილმა და 11-ვე პატიმარს მან 2 წლით ციხეში ყოფნის ვადა განუსაზღვრა. ახლა ბრალდებულებს ოფიციალურად მსჯავრდებულების სტატუსები აქვთ. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ბრძოლას ისინი აუცილებლად გამარჯვებამდე მიიყვანენ და ყველა დარწმუნებული არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2 წელი დიდი სასჯელი არ არის, ამდენი ხნის განმავლობაშიც ციხეში არ მოუწევთ გამარჯვებულ ბიჭებს ყოფნა. განაჩენს რა თქმა უნდა ველოდებოდი, არ მეგონა, ნამდვილად არ მეგონა, რომ გამოუშვებდნენ, დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ ეს განაჩენია, აი რაც ხდება საერთოდ ყველაფერი ბრძოლას ახლასთან. თუ იბრძვი ადამიანი ყველაფრისთვის უნდა იყო მზად და ყველაფერს უნდა შეხვდე მედგრად, ყოჩაღად. განცნობას რაც შეეხება, გეტყვით, დედა მე ყველაფრისთვის ვარ მზად, შენც ყველაფრისთვის იყავი მზად. აი ეს არის ბრძოლა, უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე. და გატეხილი ადამიანი უკვე ვეღარ იბრძვის. რეჟიმის პირობებში მაინც გაურკვევლობაში ვიყავით 9 თვის განმავლობაში. ეხლა უკვე ყოველ შემთხვევაში ვიცით რა განაჩენი დადგა და რას ველოდოთ. ვიცით რომ უნდა დაველოდოთ. ანდრო რამდენად იყო მზად ამ გადაწყვეტილებისთვის თუ ქონდათ აი გუში მაგალითად კომუნიკაცია რას ამბობს? როდესაც კონტაქტი ქონდა ბოლოს აი დედამის უთხრა ლიგას რომ მე იმისთვის ვარ მზად რომ მიესაჯათ უფრო ისეთი ბევრი წელი გამოწყდეს ივანიშვილი, წყობახიძეც, ოცნება, ყველა პარლამენტის წევრები ამოწყდნენ ერთნაირად სუყველანი ეს ქვეყნის მოღალატეები ესენი ეს სამშობლოს გამყიდველები რისთვის 9 თვე რისთვის იყვნენ ჩვენი შვილები და ახლა 2 წლიანი პატიმრობა მისცეს კიდე რა დააშავეს ამისთანა ქვეყნის სიყვარულისთვის დასაჯეს რეზოს არც აინტერესებდა დაგვირეკა იმის მერე რო წავიდა და სულ არ მაინტერესებს რას გამომიტანენ მაგათმა იკითხონო და იქ დაუდვია პოსტი რო ისაო რასაც მომიჟიან პროსტავო ასუხი გამაგებიო რისთვინ და რისთვინ მიჟიან რაც არ უნდა იყოს. ასეთი თვალებში ნაცრის შეყრა სამართლის მიმართ მე პირველად ნახე აქ სასამართლოში ჩემი პრაქტიკის განმავლობაში. ამიტომ ძალიან წუხვარ მათ გამო გულისხმობ სასამართლოს. ძალიან წუხვარ ბრალდების მხარის გამო, ძალიან წუხვარ სასამართლოს გამო, იმიტომ რომ ეს საქმე არავის არასდროს არ დაავიწყდება. ყველა ჩვენი მოქმედება ამ დროის განმავლობაში ემსახურებოდა პირველი ამ კონკრეტული სასამართლოს ხდომის მართვას და მეორე დოკუმენტირებას და მტკიცებულებების მომზადებას რეაბილიტაციის პროცესისთვის, რომელიც დარწმუნებული ვარ, თუ ეს ქვეყანა იარსებებს, აუცილებლად გაიმართება, ოღონდ იქ განსაშლელის გამზო სულ სხვა ადამიანები იქნებიან და ამ საქმის სისხლის სამართლის საქმის მასალები, მათ შორის ის კოპირებული გადაწყვეტილება იქ უკვე იქნება მტკიცებულება მისი ხელმომწერი ან გენელი ადამიანების ციხიდანაც შეიძლება ბრძოლა. ამას ამბობენ ადამიანები, რომლებიც სინდისის პატიმრებს გულშემატკივრობენ, ისინი დებენ პირობას, რომ აუცილებლად გააგრძელებენ ბრძოლას გამარჯვებული ბიჭების გასათავისუფლებლად, როგორც ჩვენი რესპონდენტები აცხადებენ, რამდენად ძიმეც არ უნდა იყოს ის გადაწყვეტილება, რომელიც ნინო გალუსტაშვილმა მიიღო. ახლა მათთვის უფრო მნიშვნელოვანი ამოცანა დგას წინ და ვინც დანებდება ან არ გააგრძელებს ბრძოლას ქვეყნის და სინდისის პატიმრებისთვის ეს იქნება ღალატი. მოდინი იმისი რომ გამოუკიდებლად მიიღებდა გალუსტაშვილი გადაწყვეტილებას ილუზია იყო და ამის არც არავის ესე დიდად არ დაგვიჯერებია და გამართლა სამწუხაროდ ჩვენი მოლოდინები, თუმცა რა თქმა უნდა რომ დასაბუთება ვერ მოახერხა იმისი რატო დატოვა პატიმრობაში ეს ადამიანები. ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ, თავარი არის ისე რომ გავაგრძელოთ ის რასაც გავაკეთებთ, გადავდოთ ჩვენი რაღაცა დღიური წესრიგი და დაუთმოთ ამას, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პირველ რიგში პატიმრებისთვის და
ქვეყნისთვის, რომ ქვეყანა გადარჩეს და უნდა გავაგრძელოთ, იმიტომ რომ აქვს ამას შედეგი, ჩვენ ხედავთ ცვლილებებს შიგნით ხედავთ რა მდგომარეობაში არიან, ისინი არ არიან კარგად, არავინ არ დაიჯეროს, რომ ეხა ამ თვითმარქვია ხელისუფლებაში ვინმე არის კარგად. ნინო გალუსტაშვილმა წლებს ვერ გაუძლო, მე იმას ვიტყვი, რომ ჩვენ გავუძლებთ და არ შევეგუებით. ძალიან კარგი წარწერა ეჭირა ერთ-ერთ ბაბუს იქ, რომ ამ ბიჭებს თქვენ ვერ შეაშინებთ, ეს საქართველოა და არა რუსეთი და მეც ესა თქვენი მექნება. ჩვენი პასუხი რასაც ხედავთ ყოველდღიურობაში ეგ გრძელდება და არ გაჩერდება, სანამ ეს ადამიანები როგორც მინიმუმ ეს ადამიანები ციხეში არიან და მანამდე სანამ ესენი თვითონ არ მოხვდებიან იმათ ადგილზე. მანამდე ეს ხალხი გარეთ იდგება. ყოველ დღე უარესი და უარესის მოლოდინში ვარ და რა ვიცი, ჯერჯერობით მინდა აქ რო ვიცხოვრო და არსად წასვლას არ ვაპირებ და ამიტომ მინდა ისეთი ქვეყანა მქონდეს, როგორცაც ვიმსახურებ. მეც, თქვენც და ყველა. ამ მუხლებით თამაშობენ რაღაც სამართლიან სასამართლოობანას და შევხედოთ, უკვე ბევრი განაჩენი იყო, ჩანს რომ რაღაც შაბლონი აქვს და იმ შაბლონის მიხედვით მუშაობენ და არა სამართლის და სასამართლოს წესების მიხედვით. ამიტომ ეს მოსალოდნელიც იყო და ზუსტად ისე როგორც სასამართლოს წესია, რომ ნებისმიერი რაღაცა, რასაც იტყვი, შენს წინააღმდეგ იმოქმედებს, ზუსტად ისევე ნებისმიერი საქციელი, რასაც ესენი აკეთებენ, წლების და უკვე თვეების მანძილზე მათ საწინააღმდეგოდ იმოქმედებს. დანაშაულო ადამიანს, რაც ხავ დანაშაულს, აი მანდ იწყება შენი დასასრული. მე მჯერა იმის, რომ ქართული საზოგადოება ხედავს ამ უსამართლობას, აფასებს ამ უსამართლობას და დგას და დადგება კიდევ უფრო ძლიერად ამ ტოტალური უსამართლობის წინააღმდეგ. ძალიან მალე გავაესწრო, ძალიან მალე გამავლენ ბიჭები და მგონია რომ ყველაფერი სამართლიანად საბოლოო ჯამში ყველაფერი ძალიან სამართლიანად ჩაივლის. საკალათო სასამართლოში სწორედ ამ წუთებში იწყება დატყვევებული ჟურნალისტის ნიკა კაციას სასამართლო პროცესი. საკალათო სასამართლოს მეორე დარბაზში გამსამართლებენ ნიკა კაციას, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი უკვე სხდომათა დარბაზში არის შესული. დარბაზი გადავსებულია, 40 კაცი ეტევა ამ დარბაზში. ბუნებრივია, ძალიან ბევრი ადამიანი არის ნიკა კაციას საგულშემატკივრად მოსული სასამართლო პროცესზე, თუმცა ყველა ვერ ახერხებს არა თუ სასამართლო შენობაში შესვლას ვერ ახერხებენ ასევე შეღწევას დარბაზში. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ნიკა კაციამ ახლა საბოლოო სიტყვა უნდა უთხრას მოსამართლეს და შემდეგ თამარ მჭედლიშვილმა უნდა გამოაცხადოს გადაწყვეტილება. ადგილზე თათბირით მიიღებს გადაწყვეტილებას მჭედლიშვილი თუ სათათბიროდ გავა, ეს ჩვენთვის უცნობია. კაციას ძმასთან მქონდა ჩვენ გასაუბრების შესაძლებლობა. ლაშა კაცია ამბობს, რომ წინასწარ მოლოდინებს არ იქმნის, მიუხედავად იმისა, რომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით გაათავისუფლა სასამართლომ გიორგი ახობაძე და თედუ აბრამოვი და მისი ძმისა და ამ გათავისუფლებულების საქმეები იდენტურია, მაინც არ შეუძლია წინასწარ ივარაუდოს, როგორი იქნება დღეს სასამართლოს გადაწყვეტილება. რაშიც დარწმუნებული ვარ, მგონია რომ ბიჭები როცა დაბლა ჩავიდოდნენ, ჩემი ძმა შეხვდებოდა და ალბათ მისი სიტყვაც იმ ემოციიდან გამომდინარე იქნება, იმ ემოციაზე იქნება დამოკიდებული, რასაც დაბლა გაცვლიდნენ და მოასწრებდნენ ერთმანეთში საუბარს და წინასწარ დაწერილი არ ქონდა სიტყვა, მე თვითონ არ ვიცი რა სიტყვის, თუმცა ვიცი რომ რა სიტყვებიც არ უნდა გაისმეს სასამართლო დარბაზში, ჩემი ძმის მხრიდან ეს იქნება მართალი ადამიანის სიტყვები და მთავარი ეს არის და არა ის ჭედლიშვილი ჩაქუჩრო დაარტყას რა განაჩენს გამოიტას. ასე რომ ყველას მიმართავდი რომ ხნეთ იყვნენ ამაყად და ჩვენ რეალურად დღეს უნდა ვიყოთ ძალიან ამაყები, იმიტომ რომ მართალ ბიჭებს ასამართლებენ ამ დარბაზებში. ნიკა კაცია მე-13 ბრალდებულია, ვისაც დღეს განაჩენს გამოუტანენ საქალაქო სასამართლოში. სულ ცოტა ხანში გახდება ცნობილი, როგორი იქნება მის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. კაციას საქმეში არანაირი სამართლებრივი მტკიცებულება არ დევს იმის დამადასტურებელი, რომ ბრალდება არის საფუძვლიანი, ნარკოდანაშაულის ბრალდებით არის კაცია დაკავებული, მას 8-დან 20 წლამდე უადო პატიმრობა ემუქრება.